ხელისუფლების გადაბარების პროცესი აჭარაშელევან ვარშალომიძემ არჩილ ხაბაძეს კაბინეტი დაუთმო. მთავრობის ძველმა თავმჯდომარემ ახალს დასრულებული და მიმდინარე პროექტები გააცნო. რის შემდეგაც ყოფილ მინისტრებთან ერთად მთავრობის სახლი დატოვა. უკვე ცნობილია, რომ ხაბაძე საკადრო ცვლილებებს გეგმავს. მთავრობის ახალი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი აპარატი კვალიფიციური ძველი და ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. დეცენტრალიზაციის პროცესი უნდა წავიდეს, თვითმმართველობებს უნდა მიეცეს მაქსიმალური ავტონომიები და მოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებები რიგი საკითხების და საერთოდ ზოგადად საკითხების, რაც პრობლემები არის ამ ეტაპზე. ჩემს განცხადებაშიც, მოწოდებაში იყო, რომ უნდა ვითანამშრომლოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პროექტი, გვექნება უпроსტად ბევრი პროექტი, რომელიც მათ გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ განვახორციელოთ გამგეობების დონეზეც კი. ამიტომ მინდა რომ მოვუწოდე ყველას თანამშრომლობისთვის მზადიყვნენ. ბევრი დაპირება არის გაცემული, რომ ამ დაპირების გაცემას ჭირდება შესაბამისი მზაობა და ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ. დღეს კონჟესტაში მონაწილეობის მიღება და თანხმობის მიცემა ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ჩვენაც გავიზიაროთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ პასუხისმგებლობის აღებისათვის გამომდინარე სიმრავლიდან დაპირებებისა მზად არ ვართ.